მეგობრებო, სამუშაო პროცესში ზოგჯერ ხვდებით ხოლმე ისეთ სიტუაციას, როდესაც გვჭირდება, რომ თარიღი აღქმული იყოს თარიღის ფორმატში. რაც ჩვენს დღევანდელ მაგალითში არ გვაქვს. როგორც ხედავთ, ვიზუალურადაც ეთყობა, რომ ეხლა ამ სვეტში თარიღები არის ჩაწერილი, თუმცა ასეთი ტიპის ჩანაწერით ვერც ვერანაირ გაანგარიშებას ვერ გამოვიყენებთ, ვერც ვერანაირ ფორმულაში ვერ გამოვიყენებთ ასეთი ტიპის ჩანაწერს. შესაბამისად, აუცილებლად გვჭირდება თარიღის ფორმატის გასწორება. თარიღის ფორმატის გასწორება შესაძლებელია შემდეგი გზით. მოვნიშნოთ აი ეს ჩვენი სვეტი, სადაც თარიღები გვაქვს ჩაწერილი, შემდეგ გადავიდეთ data-ში, შემდეგ ავირჩიოთ text to columns, next-ით გადავიდეთ გვერდით და მივუთითოთ ის სეპარატორი, ანუ გამყოფი, რომელთაც ერთმანეთისგან გამოყოფილი გვაქვს დღეები, თვეები და წლები. ამ შემთხვევაში ეს არის დახრილი ხაზი. ავირჩევთ აი აქ დახრილ ხაზს, ისევ next-ით გადავალთ გვერდით და destination-ში მივუთითებთ იმ უჯრას, ამ შემთხვევაში ნებისმიერი უჯრა გვაკმაყოფილებს, სადაც გვინდა რომ ეს ჩვენი დაშლილი თარიღები ჩაჯდეს. როგორც კი ავირჩევთ უჯრას და დავაფინიშებთ, როგორც ხედავთ, მივიღეთ აი ესეთი სურათი. ერთ სვეტში გვაქვს მოცემული დღეები, მეორე სვეტში გვაქვს მოცემული თვეები და მესამე სვეტში მოცემული გვაქვს წლები. ეხლა გავასწოროთ თარიღის ფორმატი და ამისათვის გამოვიყენოთ date ფორმულა. date ფორმულა თვითონ გვკარნახობს რა რის მერე უნდა ჩავწეროთ, პირველ რიგში უნდა ავირჩიოთ წელი, მერე უნდა ავირჩიოთ თვე, მერე უნდა ავირჩიოთ დღე. ჩამოვავრცელოთ და აქედან რომ შევხედავთ, როგორც ხედავთ, უკვე თარიღის ფორმატშია ჩაწერილი ჩვენი თარიღები, გვაქვს 2023 წელი, დეკემბერი და დეკემბრის სხვადასხვა დღეები.